სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილმა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან მთავრობის ხდომის დაწყებამდე გააკეთა. კირვალიძემ ეს გადაწყვეტილება მისი უწყების თანამშრომელთა დაკავებას დაუკავშირა და მომხდარზე პასუხისმგებლობა თავადაც აიღო. პრემიერმა კირვალიძის თხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ამ ადამიანებიდან უმრავლესობა არის ძალიან წესიერი ადამიანები, ვიცნობ კარგად, აბსოლუტური უმრავლესობა მათი. ბევრი მათგანი ჩემი პირადი მეგობარია, მათ შორის ჩემი მასწავლებელიც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი მალე გაირკვევა, დასრულდება ეს ყველაფერი ისე როგორც საჭიროა რომ დასრულდეს. ამასთანავე ყველაფერი პროცესზე მე დღეს გამოთქვი სურვილი მთავრობასთან, რომ ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ვთხოვე, რომ უფლებამოსილება შემიჩნევა, რომ გადავდგე, მანამ სანამ არ გაირკვევა სიმართლე და არ დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა. სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის გადაწყვეტილება შეფასებები მოყვა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებისგან. განცხადებები კანცელარიაში მთავრობის ხდომის დაწყებამდე გაკეთდა. კირვალიძე არის მინისტრი, რომელსაც მე პირადად უწევდი რეკომენდაციას ყველა ეტაპზე მისი კარიერის. დიდი ხანია ვიცნობ დათოს, არის გამორჩეული ადამიანი, აქვს გამორჩენილი ღირებულებები. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში არ ვიცი რა მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ დათო არის აბსოლუტურად პირნათელი ყველა საკითხთან დაკავშირებით. თუ კი რომელიმე სამინისტროში არის დარღვევები, ამის გამომგზავრება და გამოძიება ესე სწრაფად ხდება, როგორც ეს მოხდა ამ შემთხვევაში, ეს არის მისასალმებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა თავის რიგებში არ მოითმენს ასეთი სახის დარღვევებს. ის რაც მოხდა, მართლა ძალიან სამწუხარო არის, ამის არსებობს კომპეტენტური სამსახური, რომელიც დეტალებს შეისწავლის ამასთან, მე რა თქმა უნდა, შესწავლის დასრულებამდე ვერ გამოვიტან დასკვნას, რომ ბრალეულები იყვენ თუ არა. მინისტრთა კაბინეტის პირველ საკადრო ცვლილებას შეფასებების საკანონმდებლო ორგანოშიც მოყვა. ჩემის აზრით დათო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ეფექტური მინისტრი იყო ამ მთავრობის. მე როგორც რაიონის მაჟორიტარი ძალიან კმაყოფილი ვარ მისი საქმიანობით, ძალიან კმაყოფილი ვარ იმ ყველაფრით, რაც ამ თვეების განმავლობაში კეთდებოდა ინიციატივებით, რომელიც მას ჰქონდა და იმედი მაქვს, რომ გამოძიება სწრაფად დამთავრდება და ყველა ეს საკითხი გაირკვევა. მე ძალიან წუხوار, რომ ამდენი სიკეთის პარალელურად, როგორც ჩანს, სამინისტროს რაღაც სტრუქტურებში მაინც ხდებოდა ის, რაც დაუშვებელია. მე ძალიან წუხوار, რომ დავით კირვალიძემ, რომელსაც მე ძალიან პატივს ვცემ და რომელიც ვინმე ჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი და წესიერი ადამიანია, გააკეთა ეს განცხადება, თუმცა პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თითოეულ მინისტრს აკისრია. თუ იქ იყო რაიმე კორუფციული გარიგება და ამასთან დაკავშირებით მოხდა რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მოხდა ასე სწრაფად, ჩვენ ამას ხადები ვესალმებით, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ აი ეს ტიპის კორუფციული გარიგებები არის მხოლოდ რაღაც გვერდითი, მცირე ეფექტი, რაღაც ნეგატიური ეფექტი, რომელიც მოყვება ახალი ხელისუფლების მსურვად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო მილიონებიან პროგრამას, რომელიც მათ წამოიწყეს. ბოდიშმოვიტი ბიძინა ივანიშვილის ყველა მინისტრის მიგრა, მაგრამ ქვეყანა არის აბსოლუტურ სტაგნაციაში. ერთადერთი სფერო, სადაც მოძრაობა შეიმჩნეოდა, იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ძალიან ცუდია თუ ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში, სადაც მოძრაობა შეიჩნევა, იქ პარალელურად მიყვება თან კორუფციაც. სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 მაღალჩინოსანი დააკავეს. ომარ თედორაძე, ზაზა მახარობლიძეს, შეპესე მექანიზატორის დირექტორს ვაჟან ახუსრიშვილს და მის მოადგილეებს მამუკა ივანიაძეს და ბესიკ თეთვაძეს, ასევე აგრარული უნივერსიტეტის სრულ პროფესორს ოთარ ქარჩავას გამოძიება სოფლის მოსახლეობის დახმარებისთვის გამოყოფილი თანხიდან 2 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. 2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 54 მილიონი ლარი, რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწნების ხმნათ თესვას. ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან 50 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო სამეურნეო ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა შპს მექანიზატორს დაევალა. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები. სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარეს, რის შედეგადაც ერთ-ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით 10,000 euро.
2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა. რა დროსაც თანამდებობის პირებმა დანაშაულებრივი ქმედით გაფლანკეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2.500.000 ლარი. დაკავებულები ამ დრომდე დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. მათ ბრალს ოფიციალურად სავარაუდო დღის ბოლომდე წაუყენებენ. ბესიკ თეთვაძეს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი. მან ამომწურავი ჩვენებები მისცა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას აინტერესებდა, თulis რომ ეს ჩვეულებრივი მუშა რეჟიმი იყო და აქ არანაირ ასე ვთქვათ კარტერულ გარიგებას არ ქონია ადგილი და არ შეიძლებოდა ქონოდა. აქედან გამომდინარე თulis რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ არის დაკავებული ამ ეტაპისთვის და ბრალი რაიმე დანაშაულში მას არ მიუძღვის. ისინი იყვნენ ნაწილი მათი ექსპერტები, რომელსაც თხოვეს გარკვეულწილად ასე ვთქვათ, საექსპერტო დასკვნის გაცემა, მეტი მათ არანაირი შეხება ამ საქმიანობასთან არ ქონია. ვინ დაიკავებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით დროებით მოვალეობას ერთ-ერთი მოადგილე შეასრულებს.